არჩევანი მე საქართველოში ვარ ბუნჩულა ბაბუა ჩემი ბექგრაუნდი იკითხონ რუსეთში სადაც მე ცოტა სხვანაირად მიცნობენ მე ჯერ გასროლაც არ დამიწყია ეს არის ერთი ფრაზა ბადრი პატარკაციშვილის ვრცელი საუბრიდან სხვა ციტატებით თავს არ შეგაწყენთ ეს ფარული აუდიო ჩანაწერი ალბათ უკვე ბევრისთვის უпростоრად ყველასთვის ცნობილია გადავალ პირდაპირ სტუმრეთთან პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წარმომადგენელი გოჩა ჯოჯუა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივით არგამაძე არიან პირდაპირ ეთერში საღამო მშვიდობისა ბატონებო. სანამ უშუალოდ საუბარზე გადავიდოდეთ მე მინდა ბატონ გოჩას ერთი პატარა შეკითხვა დაუსვა ბატონ გოჩა თქვენ დღეს არიყავით დარწმუნებული ამ აუდიო ჩანაწერის ნამდვილობაში აი ამ ბადრი პატარკაციშვილის უკანასკნელი მიმართვის შემდეგ თუ დარწმუნდით იმიტომ რომ ამას ჩვენი საუბრის გაგრძელებისთვის აქვს არსებითი მნიშვნელობა გასაკვირველია მე გეტყვით იმას რომ ჩემი ეჭვი იმისა რომ მონტაჟი უნდა ყოფილიყო მე დღემდე მრჩება და ამას ბადრი პატარკაციშვილი წადასტურებს რომ შეიძლება სიტყვები იყოს გადაადგილებული შეიძლება ბევრი რამე იყოს დამახინჯებული სწორედ იმის გამო რომ ის ისე იყოს მიწოდებული როგორც ეს სურს პროკურატურას და როგორც ეს სურს ხელისუფლებას ბატონ გოჩა პირველ შეკითხვას დაუსვამ ბატონ გივით არგამაძეს ბატონ გივი რას გეუბნებათ ეს მიმართვა მე აქვე მაყურებელს ვეტყვი რომ ეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ეს არის იმედი ჟურნალისტებისთვის გაკეთებული შიდა მიმართვა რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ იმედიდან ძალიან ბევრი ჟურნალისტი აპირებდა წასვლას და ეს მასალა შესაძლოა ხვალგასულიყო პირდაპირ ეთერში ბატონ გივი რას გეუბნებათ ბადრი პატარკაციშვილის ბოლო მიმართვის შინაარსს მართალი ბრანდებით ახო მე დამრჩა შტაბ-ჭრილობა რომ ეს შიდა მოხმარების მიმართვა იყო მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ალბათ შეიძლება ვთქვათ რომ პრაქტიკულად ეს იყო აღიარებითი ჩვენება ამიტომ ბატონ გოჩას ეჭვები უკვე გაუგებარია ხა სიტყვები გადანაცვლებული თართული რაღაცა ულვაშები აქვს მარჯვენა მარცხენა და მარცხენა მარჯვენა სიამოვნებაში ბუნებრივია რომ პრაქტიკულად ბადრი პატარკაციშვილმა აი ბოლო მიმართვაში ყველაფერი აღიარა იქ არ იყო თუმცა ის ფაქტებს სხვაგვარ ახსნას აძლევს ბატონო გივი ბუნებრივია მაგრამ დარწმუნებული ვარ საზოგადოება ფაქტებს მიცემს ისეთ ახსნას როგორც არის სინამდვილეში და ეხლა ძალიან აგდებული დამოკიდებულება აქვს პატარკაციშვილს ვეთყო რომ გამომდინარე ამ რუსული ბექგრაუნდიდან ქართული საზოგადოების მიმართ არ ვიცი სულელებით უგონი ვართ ყველანი მე მგონი ყველაფერი იყო ძალიან გასაგები ზედმიწევნით გარდა ამისა ერთ მომენტს გავუსვა მხარს მე მივმართავ ახლა ეთერით გენერალურ პროკურატურას და მინდა რომ ისინი ყურადღებით გაეცნონ ამ ბოლო გამოსვლას კიდევ ერთხელ და მიაქციონ ყურადღება იმას რომ ბატონ ბადრი იქ ასევე ამბობს რომ ესე ცდისთვის ვითომ ესე უბრალოდ შესთავაზა კოდვას ადამიანის კვლევობას ესეთი ფრაგმენტი იმ ჩანაწერებში რაც ჩვენ მოვისმინეთ არ ყოფილა ამიტომ საჭიროა ალბათ რომ დაინტერესდეს გენერალური პროკურატურა თუ რა ამ კვლევაზე იყო იქ ლაპარაკი და რა შეთავაზებაც აქედან აი ამ ყველაფერიდან გამომდინარე კიდე ამ გამოსვლიდან გამომდინარე მე ვფიქრობ ასევე შეუძლიათ ზუსტად პირდაპირ დასკვნების გაკეთება იმ ჟურნალისტებსაც რომელსაც სრულიად ბუნებრივი განცდები ჰქონდათ დღეს რომ პატარკაციშვილი დღემდე დარწმუნებულია უბრალოდ დარწმუნებული კი არის ეს ფაქტია რომ ტელევიზია არის მისი და ის მართავს მას როგორც უნდა ასეთ ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვამტკიცებდით მაგრამ მე ვფიქრობ რომ ის ცდება იმაში რომ მიაჩნია რომ აი ესეთი მიმართვებით იმ ჟურნალისტებს იმ პროფესიონალებს და იმ მართლაც თავის საქმის ერთგულ ადამიანებს რომლებიც არიან ჯერ კიდევ და აკეთებენ საკუთარ დასკვნებს იმედის თანამშრომლებზე მაქვს საუბარი გააჩერებს იქ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ იმ უბინძურეს საქმეში რაც წამოიწყო პატარკაციშვილმა არავის არ სურს მონაწილეობა ბატონ გოჩას მინდა დაუსვა შეკითხვა საქართველოში ვარ ბუნჩულა ბაბუა ერთი რუსეთში მოიკითხონ ჩემი ბექგრაუნდი მე ჯერ გასროლაც კი არ დამიწყია ბატონ გოჩა როგორია სინამდვილეში ბადრი პატარკაციშვილი და რა უნდოდა აი ამ ფრაზით ეთქვა მოდით მე პირველ რიგში ვიტყოდი ბატონ გივის მისთვის ეს არის აღიარებითი ჩვენება და ის ესეთ შეფასებას აძლევს მას აქვს თავისი ინტერპრეტაცია მას აქვს ამისი სრული უფლება რომ რეალურად ისე გააცნოს ხალხს თავისი მოსაზრება და ისე დაანახოს როგორც არც ხედავს ისევე როგორც აქვს დანარჩენ ადამიანებს შეფასებისა თქვა უნარი და მე დარწმუნებული ვარ საქართველოს დიდი ნაწილი სწორედ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას რომ ბატონი ბადრის მიმართვა ეს იყო რეალურად
მიმართვა ადამიანისა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ბედით არის დაინტერესებული, ეს იყო მიმართვა იმ ადამიანისა, რომელსაც აქვს მართლაც უფლება, რომ მე მგონი ელაპარაკოს, ხო, ჩვეულებრივი ამბავია, ადამიანს ელაპარაკება და გამოცადოს კიდევაც ბევრ რამეში, როგორც თქვენ ამბობთ, რომ უფლება ქონდა ადამიანს, აქვს ამის უფლება, რომ გამოცადოს მეორე ადამიანი, რისი გამკეთებელია. მით უმეტეს, როცა საუბარი ეხება იმას, რომ ყურადღების საკითხზე იყო ყურადღება და ამაზე ბატონგები არასდროს არ ამახვილებს ყურადღებას. ასევე ბატონგების მე მიმართავ, თქვენ გახსოვთ ორი ჩანაწერი არსებობდა ბატონგები, ერთი იყო აუდიო ჩანაწერი, სადაც თქვენ ყურადღების დაკვეთაზე გდაგდნენ ბრალს. მეორეს იყო ფრანგების მიერ ჩაწერილი ვიდეო მასალა, რომელზედაც მე მივიღე პასუხი და იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით პარლამენტში, მაშინ და არ იყავით დარბაზში, მე აღარ გავაგზავნე ბატონგიგასთან, იმიტომ რომ ხილსების მომენტია, ყველაფერს დავიდავანებოთ, თქვენ ჯერეთი დარბაზში არ ახართ და მეორე ბატონგიგას უნდა დაეცვა თავისი მეგობარი, ჩვეულებრივი კოლეგა უნდა დაეცვა, თავისი თანაგუნდელი უნდა დაეცვა და აღარ გავყევი მას, როცა თქვა რომ ფალსიფიცირება იყო და ფრანგებმა თქვეს, თუმცა მე რეალურად ვიცი, რასაც იყო საუბარი, იყო ერთ რამეზე, რომ ბოლო ნაწილი ამ ფილმისა და არა ის ნაწილი, რომელზეც თქვენ მილიონებს არიგებდით, იმაზე საერთოდ არავის არ აქვს პრეტენზია, ის აღიარებულია და იციან, რომ ეს ჩვეულებრივად ნორმალურად ჩაწერილი იყო, მაგრამ ფრანგებს არ ჰქონდათ უფლება, ასე ვთქვათ, როცა გავრცელდა ტელევიზიაში, არ მიუციათ ექსკლუზიური უფლება იმისათვის, რომ გავრცელებული იყო ბოლო ნაწილი, სადაც არ იყო სახეები იმ ადამიანებისა, რუსეთზე იყო საუბარი, საფრთხეების გამო და ამის გამო იყო დავა. მაგრამ არ შევსულვართ ამ იმაში გამარჯვება, იმიტომ რომ კომპრომატების ომი კიდევ ამბობ, ჩემი სტილში ნამდვილად არ შედის, მე იმასაც გეტყვით, რომ ბატონო ბადრეს გამოსვლის მერე ის იმედი, რომელიც ქართულ ხალხს შეესახა და მან ძალიან კარგად გაიგო და ამ შეფასებას ხუთიან ვარს ვნახავთ ჩვენ, ეს არის იმედი იმისა, რომ არ უნდა მოხდეს კონსტიტუციური გზებიდან გადახვევა და მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, იმიტომ რომ თქვენ არა მარტო თქვათ დღევანდელ დღეს, არამედ საერთოდ მიდიხართ და მიდის სამსახურები, ძალოვანი სამსახურები იქითკენ რომ მიდის დაჭერები დღეს 4 ადამიანს პროკურატურიდან მოუვიდა შტაბის ხელმძღვანელებზე მაქვს საუბარი, ეს არის ოფიციალური დაკითხვის ფურცელი და დაკითხვაში იყო ანტიკონსტიტუციური ისრობა და ყოველგვარი კანონმდებლობის დარღვევით რამდენი წევრი ყავთ, ამ წევრებს ხარდაჭერი რამდენი ყავთ და ასე შემდეგ მიდოდა დაკითხვა მიმართულებით. ასევე დღეს ესე მასაკნეს დააკავეს და ყოველგვარი იმის გარეშე პირდაპირ უწყეს ადამიანს, ეს ადამიანი სახელები და გვარები შემილია ჩამოგითხოვოთ ბატონები თქვენ ამბობთ რომ რატო არ მომმართავთ. მე გეტყვით ეს არის ოფისის მენეჯერი რეზო ჩახუნაშვილი, რომელიც დაკითხვაზე 3 საათის განმავლობაში იყო და დღესაც არ ვიცი ახლა ამ წუთას გამოსულია თუ არა. სულის შტაბის ხელმძღვანელი, გორის შტაბის წევრი, ახალსოფლის აქტივისტი, რომელსაც ფაქტურად წაართვეს ყველაფერი, წაართვეს საბუთი, რომელიც აქედან იყო გაცემული, წაართვეს მობილური ტელეფონი. ანუ რეალურად რეპრესიების მანქანა მიდის და ბატონი ბადრი ამ რაც მოელოდი თუ გაცხოვოთ ეს ჩანაფიქრები როცა გქონდათ რომელი ჩანაფიქრები გადაგისვამდათ არა მაგრამ არავითარი ჩანაფიქრი იმისა თუ შეიძლება მე გავცემ პასუხს ახლა რაღაცა ლაპარაკეთ მე გავცემ პასუხს ახლა ბუნებრივია მე მესმის თქვენი სურვილი რომ რაიმე სხვა თემაზე ელაპარაკოთ ამ ფრანგ ჟურნალისტებზე ამ მალაიზიელებზე მაგრამ ამ თქვენ წამიჭერეთ ყველაზე საინტერესო თემა დღევანდელი ერთ-ერთი რომ იგივე პატარკაციშვილის ტელევიზიაში ესე მიდიოდა მთელი დღე გაშუქება ამ თემის იგივე რამოდენიმე ექსპერტმა დაასახელა რომ აი მიმდინარეობს კომპრომატებით ომი. მე მინდა გითხრათ რომ ვისთვისაც ის მასალა რაც იქნა ნაჩვენები არის უბრალოდ კომპრომატი იმისთვის ეს ქვეყანა არ არის სამშობლო როგორც ჩანს იმიტომ რომ ლაპარაკი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე პირდაპირ და ღიად აბსოლუტურად და როგორ შეიძლება ეს იყოს უბრალოდ კომპრომატი. ეს არის სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაული. ამიტომ აქედან გამომდინარე, ხან ურავის გაუკვირდება ის რომ მოუვა უწყება პროკურატურაში დაკითხვაზე, ეს მოგითხეთ თქვენი შტაბის უფროსს და თქვენ ლიდერს, რატომ მოგდით თქვენ ესეთი უწყებები, იმიტომ რომ იქ იყო კონკრეტულად ლაპარაკი კოორდინატორებზე, ადამიანებზე, გარკვეული რიცხვების, გარკვეული რაოდენობის ადამიანებზე, რომელსაც უნდა შეასრულონ ეს გეგმა. ამიტომ ბუნებრივია პროკურატურა ეხლა გულხელდაკრეფილი არ იჯდება, რა თქმა უნდა, მოკაცრავად დავამთავროთ, შეიძლება და მე მართლა გითხრათ, მე მქონდა ჩუმი იმედი მაინც, რომ თუნდაც ბატონი გოჩა დღეს აი ამ ეთერში იტყოდა, რომ უბრალოდ ის შეცდა, რომ მოხდა ამ შტაბში, იმიტომ რომ ამდენად ახლა გასაგები აღიარება ჯერ მისი შტაბის ხელმძღვანელის, შემდეგ მისი ლიდერის იმისა, რაც ჰქონდათ მათ ჩაფიქრებული, მე მგონი აი რთულია რომ წარმოიდგინო უფრო დეტალიზებული
ახსნა განმარტება მათი მხრიდან. ხო, ამის მერე მაინც ხო შეიძლება რომ რაღაცა პატრიოტიზმი ელემენტარული ან მოქალაქეობა გამოიჩინოთ. ის ადამიანი ხო თქვენს აბუჩად გიგდებს ახლა ისევე როგორც ცდილობს რომ აბუჩად აიგდოს მთელი საქართველო, ხო? ამიტომ რაღაც დასკვნებს თუ გამოიტანენ იგივე პატარკაშვილის შტაბის წევრები არ იქნებოდა ცუდი მე მგონი მაგრამ სანამ უპასუხებთ მე აუცილებლად მოგცემ საშუალებას რომ უპასუხოთ ბატონგივის მანამდე მე მინდა ვკითხო ბატონგივის მან ახსენა სისხლის სამართლის საქმე არის შანსი რომ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ან მოიხსნას მისი კანდიდატურა არჩევნებიდან ეს არის სამართალდამცავების პრეროგატივა თავიდან ბოლომდე პატარკაშვილს აქამდე არ შექმნია ესეთი ბარიერები მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვერ გაბედა ქვეყანაში ჩამოსვლა სადაც გადატრიალების მოწყობას აპირებდა და სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი მე ის ლონდონში და იქიდან მოძღვრავს ჟურნალისტებს რომლებიც უნდა რომ გამოიყენოს ამ საქმეში იქიდან მოძღვრავს ამ შტაბის წევრებს იმ ადამიანებს ვინც ენდომას და ეს თითოეული ადამიანი უნდა რომ გამოიყენოს თავის საქმეში ბუნებრივია ამის გამო პასუხისმგებლობა მას ეუბნება ბატონ გოჩა ადანაშაულებენ ბადრი პატარკაციშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში აი ფრაზა თუ მინისტრი არ დაგემორჩილება უნდა დააპატიმრო რასაც კოდუას ეუბნება ბადრი პატარკაციშვილი ამ ყველაფერს რა ფორმულირება უნდა მიეცეს როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ასე საუბრობს პოლიტიკოსები ასე უნდა საუბრობდნენ ბატონ გოჩა მოდი გეტყვით ერთ რამეს რამე მესმის როგორც ბატონი გივის რომელიც საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და მე მასთან ერთად რაღაც პოლიტიკური ცხოვრების გზაზე გამეულია მე ძალიან ლაფასებ მას როგორც იმ პოლიტიკოს რომელიც კარგად იცის სიტუაციის გამოყენება, კარგად იცის როგორ და რანაირად უნდა მოახდინოს აპელირება, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტები, მაგრამ მეგობრებთ ერთ რამეს, მე გოჩა ჯოჯოა, ისევე როგორც ის 80,000 კაცი, რომელსაც თქვენ ამბობთ, და ის შტაბის წევრები, რომლებიც დაკითხვაზე ყავდათ წაყვანები. ამიტომ მეც თუ შეიძლება დავამთავრებ, მომეცით საშუალება, ის 80,000 კაცი, რომელიც დღეს არის ჩადგმული შტაბში, ისევე არის დარწმუნებული იმაში, როგორც დღეს ბადრი პატარკაშვილი ამბობდა, რომ მას მართლაც სურს კონსტიტუციურ ფარგლებში და ეს იქნება გარწმუნებული ვარ რომ ესეც მოხდება კონსტიტუციურ ფარგლებში ჩატარდება არჩევნები კონსტიტუციურ ფარგლებში მოხდება ის რომ ქართველი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს თუ ეს არჩევანი იქნება გაკალბებული ისევე როგორც თქვენ ბატონო გივი და ნებისმიერი სხვა ეცდება რომ თქვა თუ კი არ არის ფალსიფიცირება თუ არის დაიცვას თავისი ხმა დაიცვას თავისი ასე ვთქვათ არჩევანი ეს არის ჩვეულებრივი რამე ხოლო ის რაღაც ბატონი ბადრი ამბობდა რასაც მე უსმენდი ტელევიზიით რომ მე გადავიხდები ფულს იმაში რომ ქართველ ხალხისთვის არ ესროლათ იმიტომ რომ მე რეალურად ვხედავდი და მეც ვხედავ იმას რომ დღესაც კი მოქმედება და მაგალითები რომელიც მე მოვიყვანე ის მოქმედებები რომელსაც ახორციელებს ძალოვანი სტრუქტურები რომელიც თქვენ თქვით რომ მე არ მემორჩილებ მე მესმის რომ შეიძლება არ გემორჩილებოდეთ ეს ასე ვთქვათ ვერტიკალში და არ იყოს პირდაპირ დამორჩილება მაგრამ თქვენ ხართ ეს გავლენიანი ადამიანი რომელსაც შეგიძლიათ რომ მართლაც ეს ყველაფერი მოახდინოთ და მოახერხოთ ისე რომ სამართლიან ჩარჩოებში ჩართოს სამართლებრივ ჩარჩოებში ჩაჯდეს და თუკი თქვენ ამას შეძლებდით და მივახცევდით ერთ რამეს რომ ჩვენ ორივე მხარე ერთმანეთის ჭიდაობაში ახლა და გადასული ამ კომპრომატების ომში ერთმანეთის ასე ვთქვათ რაღაც ფეხის დადებაზე ვართ გადასული და თამაშის წესწესები სწორედ თქვენი მხრიდან წამოვიდა მოქმედების ასეთი მიმართულება და რადიკალიზმი რომელიც მოდის ხელისუფლებიდან ოპოზიციასაც რომელსაც აიძულებს რომ სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს იმის მაგალითად რომ არჩევნები მართლაც ჩატარდეს ნორმალურ ვითარებაში რომ ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთოს თავისით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკობდეთ ჩვენს ასე ვთქვათ პროგრამებზე ლაპარაკობდეთ იმ დაპირებებზე რომელიც რეალურად შეგვიძლია გავაკეთოთ ეს ყველაფერი იყოს ნორმალურ ჩარჩოში ამის მაგალითად შეიძლება მართლაც ჩვენ ამ ბრძოლაში ქვეყანას კი გადავაყოლოთ და მე თქვენს მოგიწოდეთ რომ იქნებ თქვენი შესაძლებლობები გამოიყენოთ მაქსიმალურად რომ დარჩენილი პერიოდი მაინც მოხდეს ყველაფერი ისე რომ სამართლებრივად წარიმართოს და არა ისე რომ ერთი კანდიდატი იყოს უკეთეს მდგომარეობაში და ცინიკურად მეორეს კანდიდატზე ლაპარაკობდეთ მის შტაბის წევრები რომ თურმე მას უნდა განსხვავებულ რეჟიმში ყოფნა კაც რომელსაც თქვენ კარგად იცით რომ ჩამოსვლის შემთხვევაში იმ პროგრამის განხორციელების შემთხვევაში რომელიც მან თქვა ის დიდი იმედი რომელიც ქართველ ხალხს აქვს და სოციალურად შეიძლება მართლაც ამოისუნთქონ რეალურად ამ შესაძლებლობა რომ მივცეთ ამის მაგალითად ვცდილობთ რომ რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ის შეიქმნა და კიდევ გეუბნებით ახლა მონტაჟი თქვენ კარგად იცით როგორ ხდება და რანაირად არის ეს ხო შეიძლება საუბარი 1 საათიან საუბარში ამოიღოთ 10-15 წუთი და დავალაგოთ ისე რომ შექმნათ რაღაც საშინელი ასე ვთქვათ მონსტრი ამას ლაპარაკობთ თორე დარწმუნებული ხარ თქვენს და მთელი საქართველოს
დარწმუნებულია იმაში, რომ ადამიანს თუ კი არ სურს ამ რეჟიმში მუშაობა, მას რასაკვირველია სხვაგვარად ხარს არ დაუჭერდა. ბატონო გოჩა, ამ მონტაჟზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ალბათ გაგცემთ ბატონი გივი პასუხს, რახან ახსენეთ არათანაბარი პირობები. ბადრი პატარკაციშვილის ჩამოსვლის საკითხი კიდევ დგას დღის წესრიგში, ის აპირებს ჩამოსვლას თუ გადაწყვეტილია რომ აღარ ჩამოვა საქართველოში. ადამიანს რომელსაც და რეალურად ბატონი გივი საერთოდ არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას და პირიქით ის ამბობს რომ ის რაღაცით ემსგავსება და მე მესმის საერთოდ იყო თქვა მასლან აბაშტეზე როცა იყო საუბარი რომ საფრთხეები აქვს სიკვდილის და ამაზე რეაგირება არ ხდება. რომ არის საუბარი იმაზე რომ გადატრიალებაზე ეხლა აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თუ 7 ნოემბრიდანვე არ იყო თუ ეს პროცესები არ მიმდინარეობდა მანამ. ანუ რეალურად არ შეცვლილა მოქმედების წესი, არ შეცვლილა არავითარი ასე ვთქვათ ოდნავაც კი რომ სამართლებრივ ჩარჩოებში, კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩამჯდარიყავით. გადატრიალება რომელზეც საუბარია, ფაქტობრივად უკვე მომხდარა, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი უკვე არ ღვევს კონსტიტუციას, უკვე არ ღვევს ყველანაირ ასე ვთქვათ იმ განაწესს, რომელიც არის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული. და ის არ ემორჩილება ამას. პირიქით, მე ვარ კანონი ის ამბობს, მე რაც შემიძლია ის უნდა გავაკეთო და კლიპებში კი ბატონო მშვენივრად არის მართლაც და იმ კლიპებს რო შეხედავ, კარგად არის დადგმული და ნამდვილად ვაკეთებ იმ PR მენეჯერებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს ნამდვილად შეგიძლიათ, იმიტომ რომ მე თქვენთან ერთად მიმუშავია ბატონები და ნამდვილად კარგი PR-ისტი ხარ, მაგრამ PR-ის უკან უნდა ედგოს შემდგომ რეალობა. ამ ხალხს, რომელიც ელოდება, მართლა ელოდება სიღარიბის დაძლევას. მე არ ვიცი, ეკონომისტები, რომლებიც თქვენ ხალხს რა პასუხს გაძლევენ, ექსპერტები, როგორ შეგძლებთ ამ ყველაფერს. შეიძლება სურვილები მართლაც კეთილი კონდეთ, იმიტომ რომ მე არ მინდა თქვენ რაღაც ბოროტო რაღაც ადამიანებს წარმოგედგინოთ, იმიტომ რომ კიდევ ამბობ, მე ის პერიოდი, რომელიც გავიარე თქვენთან ერთად, გავიარე იმ ადამიანებთან ერთად, ნამდვილად ჩემთვის შეიძლება ითქვას, რომ აი ეს ბრძოლის პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსაგონარია. მაგრამ ჩვენ აგვისტით ბარიერის სხვადასხვა მხარეს. თუმცა დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ალბათ თქვენც გინდათ, რომ ნორმალური და კარგი საქართველო ააშენოთ, ისე როგორც მე მინდა. ჩვენ უბრალოდ ერთ პოზიციაზე ვდგევართ და იძულებულები ვართ ჩვენი პოზიციები დავიცვათ მაქსიმალურად, რადგანაც არჩევნებია და არჩევნებს აქვს ეს წესები. όμως ამ წესებში კიდევ არ უნდა იყოს ის რადიკალიზმი, რომ წაგება არ უნდა იყოს ტოლფასი ყველაფრის დაკარგვისა. ამ შემთხვევაში ნორმალურ ქვეყანას მივიღებთ და დღეს რაც არის, ეს არის პალესტინიზაციისკენ წასვლა. წაგება ნიშნავს დაჭერას, წაგება ნიშნავს ანგარიშწორებას, წაგება ნიშნავს იმ საშინელ რეჟიმში შესვლას ორომ ტრიალში, რომელიც არჩევნები აღარ ქვია ამას. ამას ქვია ბრძოლა სიცოცხლისათვის, ბრძოლა სოციალური, ასე ვთქვათ, თავის სტატუსის შენარჩუნებისათვის და კიდევ გეუბნებით, ელემენტარულად ოჯახის გადარჩენისათვის. მადლობთ. ბატონ გივი, კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, მე წავიკითხავ ფრაზას ბატონი ბადრის პატარკაციშვილის საუბრიდან, შენ ხარ ერთი სეგმენტი, მე ხუთშაბათამდე კონკრეტულად მეწოდინება სიტუაცია ჯარში, იმაში, ამაში, ყველაფერი უნდა შეიკრიბოს და დაიდოს ერთ გეგმაში. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ ბადრი პატარკაციშვილი ცდილობდა ნამდვილად სხვა სტრუქტურებშიც კავშირის დამყარებას და ხალხის გადმობირებას, თუ ეს უბრალოდ კოდუასთან საუბრის დროს ესე ახსენა, რომელსაც არ ქონდა არანაირი საფუძველი. ზუსტად ამას ვერ ვეთქვით, ეს შეიძლება ეს ინფორმაცია აქვს კომპეტენტურ ორგანოებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ კოდუამ, ოფიცერმა ირაკლი კოდუამ ნამდვილად დაამტკიცა, რომ დღევანდელ საქართველოში მოღალატეების ძიება და სამართალდამცავ სტრუქტურებში არის თქვათ უშედეგო საქმე, უპერსპექტივო. მე მინდა ვთქვა ნამდვილად, რომ ირაკლი კოდუა მე მეამაყება, რომ ეს არის ჩემი მეგობარი, ეს არის სახე ალბათ დღევანდელი ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების, ეს არის სახე დღევანდელი საქართველოსი და ეს არის იმის მტკიცება, რომ დღევანდელ საქართველოში პატარკაციშვილის ნაირებისთვის უპერსპექტივო გარემოა და ის ვერაფრის და ვერავის ყიდვას ვერ შეძლებს და მოღალატეულ გზას ვერ გაუყენებს ადამიანებს, ამიტომ ჩვენ ბუნებრივი ამ სიტუაციას ძალიან სერიოზულად ვაკონტროლებთ და ესეთი ყველა მცდელობა წავას სწორედ იმ გზაზე, რომელმაც მოგვიტანა ეს აღიარებები ამ ადამიანების. მე მინდა ბატონ გოჩას უთხრა, რომ სამწუხაროდ ბატონ გოჩა, ჩვენ დღეს უბრალოდ ბარიერის სხვადასხვა მხარეს კი არ ვდგევართ. აქ ჩვენ შორის გამყოფი არის პატრიოტიზმი და ამ ქვეყნის სიყვარული, იმიტომ რომ ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც უყვართ ჩვენი ქვეყანა და თქვენ სამწუხაროდ აღმოჩნდით იმ მხარეს, საიდანაც ჩვენ ქვეყანას ტყრობენ. აი ესე დგას ზუსტად საკითხი და არა სხვანაირად. სხვა რაც თქვენ ისაუბრეთ, ეს არის კლასიკური
შემთხვევა იმისა, რომ ფიცი წამს ბოლო მაკვირვებს, რომ ეხლა ხო არ შეიძლება რომ ყველა ესეთ დისკუსიას თან ახედოს კიდევ და კიდევ ერთხელ ის კადრები, სადაც ყველა ნახეთ ეხლა რაზე არის ლაპარაკი, რაზე ლაპარაკობს პირდაპირ ეს ადამიანი და ლაპარაკობს იმაზე, მისთვის შედეგი სულ ერთია, არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს, ჩვენ მაინც ეს გეგმა უნდა გავახორციელოთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავიდან ბოლომდე ამას ბუნებრივია აღარ მოყვებით. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ეს, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ხალხი ელოდება სილარების დაძლევას, მართლა ხალხი ელოდება რეალურ შედეგებს და რას თავაზობს ხალხს ოპოზიციური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა. მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ ნახეთ, რომ ერთი ოპოზიციური კანდიდატი თავაზობს გადატრიალებას და სისხლისღვრას პრაქტიკულად, სხვა ოპოზიციური კანდიდატი გუშინდელი ეთერი მინდა რუსთაველის გავიხსენო ამბობს, რომ გუნდი არ აყავს, მე შექმნის ამ გუნდს, რომ არ აქვს პროგრამა, მე მოიფიქრებს პროგრამას და კითხვაზე რაც გავაკეთებთ, პასუხობს, რომ რაც მოიპარიანებ. და ასევე გვთავაზობთ დისკუსიას იმ თემაზე, რა არის შეგინება და რა არის დაგინება. აქ როგორც ჩანს, თუ პრეზიდენტი გახდა, აი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო კარგად აღვხსნის განსხვავება შეგინებასა და დაგინებას შორის. საბოლოო ჯამში ეს არის ერთი მხრივ აბუჩა წავედება ნამდვილად მოსახლეობის, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან საჭირო ტენდენცია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ იმარჯვებენ ყველა ერთად, აუცილებლად იმარჯვებენ და გამარჯვებულები არიან ფაქტიურად, ამავე დროს ამბობენ, რომ ვერ იმარჯვებენ, იმიტომ რომ არის უამრავი დარღვევა და შემოთავაზებული დარღვევების ნუსხებიდან სადაც არის ჩაყრილი პრაქტიკულად უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია, შემდეგ ჩვენ გავფეთრისას ხედავთ, რომ უმეტესობა ამ ინფორმაციებს არის ტყუილი, აბსოლუტური უმეტესობა. ამიტომ რაზეა გათვლილი ეს ყველაფერი? ხო, მე ვარ დარწმუნებული, რომ სინამდვილეში ეს არის სწორედ ის ფონი, რომელზეც საუბრობდა პატარკაჩვილი. ანუ ამ ფონს საქართველოში პატარკაშვილის გადატრიალებისთვის ქმნიან სწორედ ეს დანარჩენი ოპოზიციური ლიდერები. და მე მინდა ყველას გავახსენო, რომ ჩვენ ყოველთვის, მაშინაც როდის სანამ მოხდებოდა ვარდების რევოლუცია შემდგომში, ყოველთვის ლაპარაკობდით კონკრეტულ ჩვენ მიზნებზე, კონკრეტულ ჩვენ საქმეებზე და იმაზე, რაც გავაკეთებთ. ესე არის დღესაც. ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რაც გავაკეთებთ და მეორე მხრიდან გვესმის რაღაც აი ესეთი ტიპის ბრალდებები, რომ არა სრული ისტერიკა და სრული, ასე ვთქვათ, ცვლილობა დაძაბვის სიტუაციის. ამიტომ ეს ტენდენცია სამწუხაროდ დღესაც შენარჩუნებულია, ძალიან სამწუხაროა, რომ არავინ დღეს ამ აშკარა აღიარებებს პატარკაშვილის არ გაემიჯნა, ვთქვათ, იგივე მომიჯნავე შტაბებს ეს სხვა შორის ბოლო დროს აქვთ ესეთი პოზიცია, რომ ჩვენ რაშუაში ვართ, იმ შტაბს კითხეთ, მაგრამ დღეს კვლავაც გაჩეჩილაძის შტაბის ერთმა ხილისეულმა წარმომადგენელმა მაესტრო ფაინდრაუნ თქვა, რომ არათუ არ გაემიჯნა, არასდროს არ გაემიჯნება და ამის მთელ საქართველოს ურჩევნია ეს ერთი ადამიანი. ამაზეა ლაპარაკი, ისინი რა თქმა უნდა შეთანხმებულად მოქმედებენ და რა თქმა უნდა მთლიანობაში ერთად ყველანი თავაზობენ ამ უმრჩეველს და ამ ქვეყანას სწორედ აი ამ სისხლიან და ძალიან მიცეთ ბატონ გოჩას პასუხის გაცემის საშუალება. ბატონ გოჩა, ბატონი ბადრი პატარკაციშვილი საუბრობდა, რომ ამ კვირაში მოგვარდება ეს საკითხიო, აქედან დარჩებაო ერთი კანდიდატი. ვინ უნდა ყოფილიყო ეს ერთი კანდიდატი, თუ არის თქვენთვის ცნობილი და ვის სასარგებლოდ უნდა მოეხსნათ სხვებს კანდიდატურა ბადრი პატარკაციშვილის სასარგებლოდ? მოდით ალბათ თვითონ ბადრი პატარკაციშვილი შეძლებს და გასცემს ამაზეც პასუხს, რადგანაც შტაბისთვის თუ არის ცნობილი, ამიტომ გეკითხებით. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მაგრამ ბატონმა კი ახსენა და მე სამსებით ვეთანხმები, რომ ის მაგივრად კიდევ ამბობ და მე სწორედ ეს შევთავაზე, რომ რეალურად გადავსულიყავით იმაზე, თუ რას პირდები, რას აკეთებ, ან რას გაგიკეთებია, ამის მაგივრად ჩვენ ვართ სრულიად სხვა რეჟიმში გადასული. მე არ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ ასე ვთქვათ ეს დაგეგმა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა მას არ ქონდა სათქმელი და გადაგვიყვანა ჩვენ შტაბი მთლიანად სხვა რეჟიმში. მე პირდაპირ გეუბნები ჩემთვის ეხლა
მთავარი ერთი რამეა, რომ ბადრი პატარკაცაშვილის ის პროგრამას, რომელიც რეალურად იყო უკვე წარმოდგენილი, სხვა ვერაფერი ვერ დაუპირისპირდა თუ არა დისკრედიტაცია, თუ არა მოძებნა და აი ეს ჩუმი რაღაცა ომი, რომელიც ამ ტელე ასე ვთქვათ იმებით ხდება ჩანაწერებით, აუდიო ჩანაწერებით, იმიტომ რომ ეს არაფრის ხმელია თქვენთვის ეს აუდიო ჩანაწერი. მოდით რა არაფრის ხმელს მე არ ვიძახილ, არაფრის ხმელია, მაგრამ მე ვფერთ რამეს, მე კოჩა ჯოჯოა. პირადად აი ამ კომპრომატების ზომში დღეიდან მე საერთოდ წვითავ როგორც გინდათ რამდენჯერაც გინდათ ატრიალოთ მე დაიმახსოვრონ დაიზეპირონ რაც უნდა გაუკეთონ ამას უნდათ მოსახლეობას დააზეპირებინონ უნდათ ვისაც გაუხარდება იმან ასე ვთქვათ ილაპარაკოს მაგრამ ჩემთვის ახლა მთავარი ერთი რამე კრიზისის დაძლევის და კრიზისისკენ ნამდვილად მიდის ქვეყანა იმიტომ რომ ხარჯები რომელიც გაწეული იქნა ორივე მხრიდან ერთ მხარეს რომელსაც ბადრი პატარკაცაშვილი ქვია იმიტომ რომ მას აქვს ამისი რესურსი ეს არ არის გადასახადებიდან ნაკრეფილი ფული ეს არ არის ხალხის ფული არამედ მას აქვს დამატებითი რესურსი იმისა რომ თავისი ფული რომელსაც კანონიერ ფარგლებში შემოიტანა ძალიან ხშირად უბრალოდ ერთხელ ჩაგეჭრებით ხოლოდ და ხოლოდ ერთხელ თუ შეიძლება თქვა რა წარმომავლობის არის ისევ და ისევ რუსული ბექგრაუნდის გათვალისწინებით ეს ფული იმიტომ რომ ოფიციალურ არც ერთ სიაში არ ხვდება პატარკაცაშვილი როგორც მილიარდერი ანუ რატო ეს არის შავი ფული ესე იგი ხო და რა წარმომავლობა აქვს ამ ფულს აი რატომღაც პატარკაცაშვილი იყო ამ ფულზე ეს ფული მე საქართველოში არ მიშოვია ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ის თუ სისხლზე არის ნაშოვნი რუსეთში უზბეკეთში თუ პუერტო-რიკოში ბატონო გივი თქვენ ამ ფულს თქვენ მე ამას გულისხმობ პირადად თქვენ არა ის ხელისუფლება რომელიც დღეს თქვენ წარმოადგენთ ამ ფულს მშვენივრად მაშინ ხმარობდით კიდევაც რუსეთში ამის დამადასტურებელი ფაქტი ვერ მოიტანეთ და 10 მე გარწმუნებთ რომ მე კლიპერშიც იქნება ეს ფული როგორი ხარჯებოდა ბადრი პატარკაცაშვილი თვითონ წარმოადგენს ამ იმას თუ როგორ იყო და ამბობს კიდევაც რომ ბატონ ზურაბთან ერთად როგორ იყო პროგრამები განხორციელებული რასაკეთებდა ამაზე ახლა მე ვუგნებით რომ ნაციონალურ მოძრაობას პატარკაცაშვილიდან ფული არასდროს არ მიუღია და თქვენ ამის ვერცერთ თავს ვერ მომიყვანთ ისე როგორც ვერ მომიყვანეთ აქამდე ამიტომ ამაზე ვაპარაკეთ სისულელე ამის შესახებ პასუხი იქნება ჩემო ბატონო გივი და გაეცემა თვითონ ბატონი ბადრის მიერ მე დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება რაც შეეხება იმას რომ კიდევ ამბობ ის ფულის წარმომავლობა რომელზეც საუბარია ეხლა დღეს გახდა ეს საინტერესო და ეს ადამიანი რომელსაც ამდენ ასე ვთქვათ სოფლიოში გავლენიან ადამიანებთან აქვს ურთიერთობა სადაც ეს ადამიანები არ თვლიან რომ მასთან ურთიერთობა არის ასე ვთქვათ რაღაცა ლაქის მომცხები და ყველა მიცის ეს სოფლიოში ამის გარდა ვთქვათ თუ კი არ არის მოხვედრილი ამ სიაში ეს ხომ თქვენც იცით რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასეულობით ადამიანი მილიონერების ფლობელები ამ სიებში არ ხვდებიან ეს არის ძალიან ჩვეულებრივი რამე და ასე რომ ამ ფულის წარმომავლობაზე ჩემთვის ახლა მართლაც გასაოცარია ლაპარაკი რატომ უნდა იყოს ეს ფული სისხლიანი ან რატომ ინტერესდება დღეს ისევე როგორც ეს განსაკუთრებული საბაბი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თვითონ არკადი პატარკაცაშვილმა ჩვენ მოგვითითა ზუსტად რომ ჩემი რუსული ბექგრაუნდი გაიხსენენ კარგათო და გაიხსენა როგორ ისრო და იქ ამით ზუსტად რა გასროლას პირდაპირ გაგებოდით ეს არის შეგებოდით ხო აბა რუსულ ბექგრაუნდში რა მოიაზრება ერთი საინტერესოა ბატონ გოჩა რა იგულისხმება რუსულ ბექგრაუნდში თქვენ მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ხართ რა იგულისხმება ამ რუსულ ბექგრაუნდში რუსულ ბექგრაუნდში რა იგულისხმება ამას ბადრი პატარკაცაშვილი ეხლა ალბათ მე რატომ უნდა აქვს სამი ხსენი თქვენ მისი საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ხართ ბატონო გოჩა და ბუნებრივია რომ გვიჩნდება თქვენთან შეკითხვა მე უფრო სხვა რამე მიჩნდება და მე მგონი ქართულ ხალხსაც იმიტომ რომ ეს ფული ლეგალიზებული ფულია ამ ფულზე არავის მსოფლიოში არ დაუყენებია საკითხი რომ ეს ფული არის ასე ვთქვათ წარმომავლობა მისი შეიძლება ეჭქვეშ დადგეს და ეს ფული შემოვა საქართველოში როგორც ინვესტიცია როგორც სუბსიდირება კანონით განსაზღვრულ ფარგლებში და მოხმარდება ქართულ მოსახლეობას ეს არის ერთ-ერთი მთავარი კრიზისიდან ამოვიდეთ სოფლიოში მიღებულობაზე სულ ორი ქვეყანაა სოფლიოში სადაც პატარკაცაშვილს ვიზას აძლევენ ამიტომ ძალიანაც ამერიკის შეერთებული შტატები რომელიც მე ვთვლი რომ ეს არის დემოკრატიის ფლაგმანი როცა ადამიანს იქ ვიზა აქვს მაშინ ახლა მე არ ვიცი ნიკარაგუაში შეიძლება ვერ ჩადის ან რუსეთში ვერ ჩადის ეს ხომ არ ნიშნავს ვერ ჩავედა ეხლა ხარ როგორც
ჩვენ სხვადასხვა ინფორმაციები გვაქვს, მე ვიცი ისიც რომ იყო ერთ-ერთი საუბარი რომ ევროპის რომელიღაც ქვეყანაზე თითქოს რაღაცა შეიქმნა პრობლემა და სინამდვილეში მე აღმოჩნდა და აკეთდა კიდევაც ამაზე განმარტება რომ ასეთ პრობლემა არ შექმნია. ასე რომ ჩემი ინფორმაციით მე ესე ვიცი და მე თქვენ თუ სხვა ინფორმაცია გაქვთ რომ მას ამის საშუალებები არ აქვს და ის ვერ გადაადგილდება და მხოლოდ ორ ქვეყანაშია. ნუ მაშინ მე ხელებს აღაგიწევ და გეტყვით რომ კი ბატონო თქვენ, მაგრამ მე სხვა ინფორმაცია მაქვს და ასევე შეიძლება დადასტურებული. ბატონებო, მიუბრუნდეთ არჩევნების საკითხს. ბატონ გოჩა, თქვენი საარჩევნო შტაბი ძალიან ხშირად საუბრობს დარღვევებზე. აი ვალერი გელბახიანის ნათქვამი რომ ნებისმიერ უბანს ისე დაარბევ როგორც არაფერი ორ კაც პროვოკატორ შეაგდებ კრავს ფეხს ასან ჩააგდე და დამწვარია ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ხო ხომ შეიძლება რომ ჩვენ კიდევ 2 საათის განმავლობაში ჩვენ რო ვილაპარაკოთ და მე რაღაცა მაგალითი მოვიყვანო და შემდგომ ეს მაგალითი გადმოიტანოთ და გასვათ იქ სადაც თქვენ გჭირდება. ბატონ გოჩა, მთლიანი ჩანაწერი იხილა მთელმა მოსახლეობამ. მთლიანი ჩანაწერი, სადაც ბატონი ვალერი ამბობდა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არჩევნების შედეგს, თავარია ფონი შეიქმნას არჩევნები ალბდება. მთლიანი, ეს თქვენ დაარქვით და ქვია რომ მთლიანია. ამ დროს მე მეუნება ვალერი გელბახიანი, ეს მთლიანი არ არის, რომ რეალობაში იყო ძალიან ხანგრძლივი საუბარი, სადაც სრულიად სხვაგვარად იყო ყველაფერი და როგორ დავიჯერო, მე მაინდა-მაინც თქვენ სიტყვებს ვენდო. ალბათ, ბატონ გივის კომპეტენტური გამოძიება მოხდება, ჩაერთვება ამაში ალბათ ის ორგანოები, რომლებმაც მართლა უნდა გამოიძიონ და ეს არ იქნება მარტო საქართველოს მხარე ალბათ. ამის მერე კი ბატონო, თუ თქვენ დაამტკიცებთ იმას, რომ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, ესეა, მაშინ მე გეტყვით რა, რომ არა, მე ვამბობ მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რაც მოვისმინე მე და მთლიანად საქართველოს მოსახლეობამ. ბატონო გივი, რა ნაწილი გამოქვეყნდა მასალის, რომ განმარტოთ ერთხელ და გაიგოს ყველამ, რა ნაწილი გამოქვეყნდა მასალის, სადაც ვალერი გელბახიანი და ბადრი პატარკაციშვილის ვალერი გელბახიანი და ირაკლი ტოდოა უბრალოდ. გამოქვეყნდა ორი საუბარი მთლიანად, კიდე მესამე საუბარი იყო არ გამოქვეყნებული და დღეს ისიც გამოქვეყნდა. მე არ მგონია რომ ის უფრო დიდი ფორმატის რო იყოს, რამე კიდე თუ შეემატებოდა კიდე რაიმე უმძლავრსობა მხოლოდ ალბათ ეხლა მე ნამდვილად თამაშობს ბატონი გოჩასი, იმიტომ რომ ძალიან უსუსურია ის, ძალიან ძნელია მართლა რომ თელ მოსახლეობას უმტკიცო რომ რაც ნახეს ის არ უნახავს და სინამდვილეში რაც ესმით ის სინამდვილეში ღირს სხვანაირად და არა ისე როგორც ესმით. ბატონი გოჩა ლიდერმა ხომ მიატოვა დიდი ხანია და ლონდონშია, ეხლა მიატოვა შტაბის ხელმძღვანელმაც და ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე ეს მესმის აბსოლუტურად, მაგრამ მე ასევე მესმის რომ მისი ლიდერი არის ადამიანი, რომელიც უპირისპირდება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, რომელიც უპირისპირდება შვიდობას ამ ქვეყანაში, აბებურობას ამ ქვეყანაში, რომელიც უპირისპირდება ხალხის ნებას და ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია ხალხი რა ნებას გამოხატავს, რომელიც ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები რა შედეგით დამთავრდება და რომელიც ამბობს, რომ აი თავისი რუსულ ბექგრაუნდული ჭია უნდა გაიხაროს, რადაც არ უნდა დაუჯდეს. და სამწუხაროდ მინისონში მასთან მუშაობენ სხვა შტაბები, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ დადიოდნენ, სტუმრობდნენ და ეხლა რო ვიძახიან დღეს, რომ მხოლოდ კანდიდატურის მოხსნაზე ესაუბრებოდნენ მას, მაშინდელი ინტერვიუები არსებობს, დღესაც იყო ეს ეთერში, ძალიან კარგად გავხსოვს, რომ იძახდნენ, რომ მოლაპარაკებები იყო არჩევნების შემდგომ ერთობლივი აქციების გამართვაზე, დაფინანსებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, მაგრამ მეორე ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ყველანაირად დაუპირისპირდებით და ჩვენ უზრუნველყოფთ წესრიგს ამ ქვეყანაში, ჩვენ უზრუნველყოფთ ისე როგორც თავიდანვე განვაცხადეთ არჩევნების სრულიად გამჭირვალე ყველა წესის დაცვის ჩატარებას, ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას და ეხაც ძალაშია შეთავაზება, რომ ნებავთ დამატებითი კონსულტაციები, ჩვენ მივაწვდით სრულ სქემას იმისით, როგორ შეუძლიათ თვითონ ამ შტაბს გააკონტროლოს არჩევნების გამჭირვალობა თავიდან ბოლომდე, ამიტომ თუ მათ აქვთ ამისი სურვილი, თუ მათთვისაც არ არის სულ ერთი ვის მისცემს სინამდვილეში ხალხი ხმას, მათ აქვთ საშუალება იმისი, რომ დარწმუნდნენ თუ ვის მისცემს ხალხი ხმას. ამიტომ ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი, ისევე როგორც იქნება უზრუნველყოფილი წესრიგი ამ ქვეყანაში 6-ში, 7-ში, 8-შიც და ყოველთვის 10 და მარადის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ საპრეზიდენტო ვაძაში
მივახტევთ იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდება ცივილიზებული ევროპის ნაწილი და აქ ესეთი რყევების გამოწვევა იქნება შეუძლებელი უბრალოდ. ბატონ გოჩ დიახ, მე ერთ რამეს გეტყვით რა ბატონო გივი რა, ესე ფილმს ბოლო მაყურებს, მე ვამბობთ, ცდილობთ და როცა შეგვაქვს განაცხადი იმაზე, რომ აი აქ ამა და ამ უბანზე, ამა და ამ ადგილზე არის სულები, ამა და ამ ადგილზე არის კორპუსები, რომელიც საერთოდ არ არსებობს, ამას პასუხობენ იმით, რომ ვინც ეს შეიტანა, ვინც ამაზე სიტყვა წამოწია, შემდგომ მათ ან იჭერენ, ან აბსოლუტურად არ არის ეს ჰაერზე ნასროლი, აი ეს არის ტაქტიკა ზუსტად რა. ჰაერზე ნასროლი იაგო აგერ არის მარტიაშვილი, რომელიც დააკავეს. ერთ-ერთი გავარჩიოთ ახლა არა, რატო გეუბნებით, იცით თქვენ რა ჩემი ფაქტები, რატომღაც არ მიგაჩნიათ? მე როგორ არ მიგაჩნია, რა შეიტანეს, სწორედ იყო ძალიან ცოტა. ეს თქვა ეს თავმჯდომარემაც სულ იყო თვალსწორი 40,000 კაცი შეწყვეტება შეტანილი, როცა ლაპარაკობდა ოპოზიცია რაღაც 1,5 მილიონიან სომილებაზე, მე მგონი, მაგრამ ძალიან ცოტა შევიდა ესეთი შესწორება, რაც იქნა შეტანილი ყველაფერი ეს ფიზიკურად გადაიტანა სიაში. წესკომ, ამიტომ როგორც წესი ეს არის უბრალოდ ლაპარაკი ეს ჰაერზე, რომ აი არის შესწორება, მე ვიღაცა დაიჭირეს, მე ეს არის გადაუმოწმებელი ფაქტები, კიდევ ერთხელ დაკავებული ადამიანები შედეგად არ მიკადრია არასდროს და ახლა ისევე როგორც თქვენ არ გაკადრებთ არასდროს ისეთ რაღაცას, რაც მართლა ვიცი რომ თქვენ არ აკეთებთ, მე ტყუილი არ მეკადრია, კარგად ვიცი და არ მეცხოვრია ტყუილებით. ასე თუ ფაქტები მაქვს. ბატონო გივი ფაქტებზეა ლაპარაკი, რომელიც არსებობს რეალურად, ხო? ამის გარდა მე გეტყვით ერთ რამეს. როცა თქვენ ამბობთ, რომ აი ჩვენ რეალური პროგრამა რომ იყო დადებული, რეალურად კრიზისთან გამოსulis ასე თქვა გეგმა იყო პირდაპირ დადებული და სხვა არაფერი ამას არაფერი არ უპირისპირდებოდა. ამიტომაც აღმოჩნდით ახლა ჩვენ იმ რეჟიმში, რომელშიც ვართ. რასაც ქვია, სწორედ ამგვარი ომი, იმიტომ რომ სხვაგვარად ბადრი პატარკათიშვილის ჩამოსვლა და მხარდაჭერა, რომელსაც ეს ხალხი, მე კიდევ გეუბნებით, შეიძლება იყოს თქვა აი ადამიანებმა თქვას, რომ ეს ზნეობრივია თუ არ არის ზნეობრივი, ეს ყიდვაა თუ არ არის ყიდვა, როცა ბიუჯეტის ფულით ხდება ყიდვა, მაშინ ეს რატომღაც ზნეობრივია. მაგრამ როდესაც მიდის იმპულსზე ლაპარაკი, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს და შემოიტანოს ადამიანებმა და ამის გარდა რომ მას შემოაქვს ინვესტირება, რომ უფრო მეტი განხორციელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც თქვენ კარგად ეთქვით ბიზნესმენების დამოკიდებულება როგორია, როცა ერთი ადამიანი დებს ფულს, ამ შემთხვევაში მას გარანტია აქვს და მეორეც მიყვება ხოლმე საქმეში. ანუ რეალურად ქვეყანაში მართლაც გამოჩნდა პერსპექტივა იმისი, რომ მართლაც აყვავდეს ეკონომიკა რეალობაში გამოვიდეს კრიზისიდან, ამ დროს ჩვენ გადავდივართ სრულიად სხვა სივრცეში, პოლიტიკურ სივრცეში. ამაზე არის ხო ლაპარაკი რეალურად და ინიციატივით გადავდივართ. მე ჩვენით ხომ არა? და გითხრათ, რომ თუ მართლაც იყო აი ეს ძალიან პატარა პერიოდი, როცა ჩვენ შეგვეძლო ველაპარაკა იმაზე, თუ მართლა კეთილსინდისიერია პატარკაშვილის პროგრამა თუ არა და რა თქმა უნდა არ იყო ეს კეთილსინდისიერი პროგრამა, ტყუილია თუ მართალია, რა თქმა უნდა ტყუილი იყო, მაგრამ ამაზე მსჯელობა შეგვეძლო. თავადვე პატარკაშვილის ინიციატივით ჩვენ გადავიდით ფაზაში, როცა პროგრამა, რეალური პროგრამა აღმოჩნდა გაზეტრიალება, მხოლოდ და მხოლოდ თავისივე ნალაპარაკებია, ხო? რაც შეეხება იმას, რომ ბიუჯეტის ფულით ყიდვა შეიძლება, ეს მორიგი სიცრუეა გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არავის არ ვთავაზობთ ყიდვას, ჩვენ არავის არ ვთავაზობთ არაფერს თვალსას, იმიტომ რომ ეს ტყუილი იქნება იმთავითვე და რაც შეეხება იმ პროგრამებს, რომლებსაც ჩვენ ვთავაზობთ, ეს ყოველთვის ხორციელდებოდა, ეს არ დაწყებულა წინასაარჩევნოდ ჩვენ დასაქმებას, როცა ვიძახით, ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ ეხლა ვიწყებთ დასაქმებას. ჩვენ ვაფართოვებთ ამ პროცესს, იმიტომ რომ დღეს გვაქვს ამის საშუალება. ჩვენ გარდა იმისა, რომ ვაკეთებთ ხნით ინფრასტრუქტურას, რომელიც შესაძლებელი გახდიდა რეალურად ფართომასშტაბიანი დასაქმების განხორციელებაში, ჩვენ ასევე ბუნებრივია ეს დასაქმების პროცესი დავიწყეთ და ვნახეთ ზუსტად რომელ სფეროში როგორ უფრო უპრიანია მისი განხორციელება. ჩვენ ძალიან ბევრი ხალხი დავასაქმეთ, მაგრამ დასაქმებელი გაცილებით უფრო მეტია კიდევ და ამიტომ დღეს როდესაც ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისი, რომ ეს პროგრამები გავაფართოვოთ, ჩვენ ამას ვაფართოვებთ, ჩვენ მაქსიმალურ ნიშნულამდე ავიყვანთ დასაქმებული ადამიანების რაოდენობას და ეს პროცესი არ შეწყვეტილა, ანუ ის არ დაწყებულა და არ დამთავრებულა არჩევნების წინ ან არჩევნების შემდეგ. ამიტომ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაც მოსყიდვა ხდება ბიუჯეტის სახსრებით, ზედმეტია სრულიად ჩვენ გქონდა ყოვრი სისტემა ჩვენი მოქმედების, ჩვენ გვაქვს შემდგომისთვისაც ესეთი სისტემა და ჩვენ ამ გზით მივახცევთ აუცილებლად
სულ დასაქმებას ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალურ დასაქმებას. მე დღეს შევპირდა ვიღაცას რომ ჩემი ჯიბიდან მოგცემ შენ ფულს მე როგორც როცა ამირჩევ რაც არის პირდაპირ მოსყიდვა აუცილებლად. ერთ სიტყვი რა ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ მე კიდევ ერთ მომენტს ნამდვილად მინდა ყურადღება მივაქცევ. თქვენ ან ინფორმირებული არ ხართ ბატონო გივი, ან არ უსმენთ, ან არ გინდათ ეს ჩვეულებრივი ფორმა, ისევე როგორც მე ჩემი ასე ვთქვათ რაღაც გარკვეული ხედვა მაქვს და ჩემი გარკვეული ასე ვთქვათ ლოგიკას მივყვებით თქვენსას, მაგრამ დასაქმებაზე როცა ვლაპარაკობთ და მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საქმდებიან და თანაც ეს არის პროცესში ჩართული აქტივისტები და თან პირდაპირ გინდათ მითხრათ რომ ტყიბულში ახლა მაღაროებში მუშაობენ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები. ფეროში და ჭიათურაში მუშაობენ მხოლოდ დასაქმებული აქტივისტები. რა შუში ეს ხალხი არ არის დასაქმებული. მე არ ვაპარაკობ კონკრეტულად მხოლოდ ერთ პროგრამაზე, მე გეუბნებით რომ შეიქმნა სამუშაო ადგილები და ტყიბული მკვდრეთით აღდგა ფაქტიურად და თუ დღეს დარწმუნებული ვარ ამ მაღაროებში მომუშავე ადამიანების უმრავლესობა აძლევს მართლაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ხმას. ეს არის გამოწვეული იმით რომ ჩვენ მივეცით ეს საშუალება, მივეცით ეს სამუშაო ადგილები ისე როგორც ბევრ სხვა ადგილას, მაგრამ ბევრად უფრო მეც უნდა მივიცეთ ზუსტად ვიცით და ამიტომ ზუსტად გეთანხმებით და კარგი საქმე ქენით. კი ბატონო ტაჟ გიკრავთ მეც და გიერთებით, მაგრამ იქ სადაც ახლა მე გითხარით რომ თბილისში დასაქმება როცა მოხდა, იმაზე რატომ არცეთ პასუხი ამიტომ გონებთ რომ იქ მესმის გადაიტანეთ რა ქვია და მშვენივრად ახერხებთ ამას. კი ბატონო გეთანხმებით ტყიბულში ძალიან კარგია. ბატონ გოჩა გავხნათ იქ სადაც რეალურად მოხდა რომ აქტივისტები დასაქმდა თან პირდაპირ არის ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე. იმის მიხედვით თუ ეს აქტივისტი თქვათ რა თანამდებობრივად როცა შევლაპარაკოთ 4 მოგიყვანოთ თუ აუცილებელი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ უფრო დეტალურად ვინცად დასაქმდა და ბატონებო ბატონ გოჩა მე არ მინდა რაღაცნაირად გავუცდეთ აი ამ დღევანდელ თემას, იმიტომ რომ არის აქ რა ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა. კიდევ ერთი ფრაგმენტი 150,000 კაცი ყავდათო იმ უტვინოებს იგულისხმება ოპოზიცია, საუბრობს ბადრიკ პატარკაციშვილი და ვერაფერი მოახერხესო. საუბარია 2 ნოემბრის მიტინგზე. ხალხი იქ მივიდა საქმის გასაკეთებლად, კონკრეტული საქმის გასაკეთებლად და არა ლევანას და შალიკოს საყურებლად. რა კონკრეტულ საქმეზეა საუბარი, თუ შეგიძლიათ გითხრათ? ეს იყო პროტესტის გამოხატვა. თან გეტყვით ერთ რამესაც კიდევ გეუბნებით. ახლა ელაპარაკება კოდუას და ელაპარაკება სწორედ იმიტომ, რომ თუ კი კოდუას აქვს, თქვა თავისი ამოცანა, რომ როგორც ბატონი გივი ამბობს, თავისი ამოცანა აქვს, რომ ოპერატიულად დაამუშავოს ამ შემთხვევაში ბადრი პატარკაციშვილი, ბადრი პატარკაციშვილს არ აქვს თავისი ამოცანა, რომ კოდუა იმ ეს კონკრეტული გეგმა იყო. ინგლისის პოლიციაში მუშაობს. ამ შემთხვევაში ეს იყო დაკავშირებით უნდა დაამუშავოს. ადამიანი შეხვედრა თანაც წარმოგიდგენელი გამაგებინეთ ერთი. ეხლა ეს რა აბსურდია, რომ ბადრი პატარკაციშვილს აქვს იგივე მოწოდება, რაც ოპერატიულ თანამშრომელს და თავმა მუშაობს ოპერატიულ პროექტებში თუ რა? პოლიტიკის რუსული ბექგრაუნდის გათვალისწინებით. ბექგრაუნდი ეს არ არის პოლიტიკური ბექგრაუნდი, ეგ არის ის ბექგრაუნდი, სწორედ რაც ის მიუთითებს. იმ პირობებში, რომელშიც ეხლა მე მართლა ამ შემთხვევაში მიკვირს ხოლმე რუსეთი, რომელსაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად არ არის სრულად დემოკრატია, რომ იქ არის დიქტატორული თითქმის ან მიდრეკილი რეჟიმი, იქ იმ ქვეყანაში ადამიანი აკეთებს ბიზნესს, აკეთებს ასე ვთქვათ გარკვეულ კაპიტალს აგროვებს და ეს არის ის ბექგრაუნდი, რომელიც მას შეიძლება კონდეს, ხო? იქ მან მოახერხა, გააძურა როგორც იქნა და თავი შეინარჩუნა და გავიდა და თქვენ კარგად იცით, რუსეთს დღემდე აქვს იქ პრობლემები რუსეთთან, რუსეთში მას მართლაც აქვს შექმნილი, ამ შემთხვევაში ამის გაგება არ გვინდა და გვესმის ისე როგორც ჩვენ მისი პრობლემები რაც არის. რატომაც გასაძრომად გაუხდა საქმე? იმიტომ რუსეთში დაჭერილია ხადარკოვსკი, დაჭერილია ძალიან ბევრი ადამიანი, არის ჩვეულებრივი. იმებრია და მე არასდროს არ მითქვა, რომ ხადარკოვსკი არის ასე ვთქვათ, ჩემთვის რაღაცა ბიზნეს საქართველოშიც არ არის თქვა თავისუფლად და რეალობაში ეს ბიზნესმენები ალბათ უკეთესად ბატონო გოჩა, არ არის სულელი და ყველასთვის გასაგებია კოდუასთან საუბრისას. ბატონო გოჩა, კოდუასთან საუბრისას
ბადრი პატარკაციშვილს თქვენი აზრით რა გეგმა ქონდა? კოდუას თქვათ გავიგეთ ხელისუფლების პოზიცია რომ ის ოპერატიულად ამუშავებდა ბადრი პატარკაციშვილს. პატარკაციშვილს რა გეგმა ქონდა კოდუასთან დაკავშირებით? ვერ ნახეთ ახლა ეს ყველაფერი კიდე გონო ჯეიმს ბონდივით ის სხვათაშორის მართლა ვაფასებ კოდუას იმაში რომ მან თუ ეს მოახერხა ჩაწერები ყველაფერი ეს მართლაც პროფესიონალია, მაღალი კლასის პროფესიონალია ამ იმით რა ქვია კუთხით რო შევხედოთ. მეორეა თქვათ ზნეობრივი კატეგორიები, მათი მისი ხედვები პოლიტიკური, თუმცა ეს სხვა თემაა საუბარი. რეალობაში ბადრი პატარკაციშვილს რატომ არ აქვს უფლება? მე როგორც პოლიტიკოს, ოდესაც ოპერატიული მუშაკი მელაპარაკება. ან თქვენ რო გელაპარაკებათ, თქვენი პოზიცია არა გაქვთ. თქვენ თვითონ მას არ ამუშავებთ როგორც მიზანი რა გაქვთ? პოზიციაზე არ ვაპარაკობ და მიზანი არის ზნეობრივი უკაცრავად ნორმალურ იმაში გადავიდეთ, მაგრამ როცა ჩვენ ვაპარაკობთ კოდუასთან მიმართებაში ზნეობაზე, მე მინდა გითხრათ, რომ კოდუამ გამოავლინა ზნეობის უმაღლესი ზნეობის მაგალითი, იმიტომ რომ ადამიანი არ საკუთარი სამშობლო $100 მილიონ საერთოდ არ ფიქრი ამაზე და საკუთარი სიცოცხლე გარიცხა აბსოლუტურად გარიცხა, იმიტომ რომ ჩავიდა პრაქტიკულად აი რუსული ბექგრაუნდის მქონე ადამიანთან მივიდა იქ და აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება რომ მისი სიცოცხლე შეწიროდა აი ამ პროფესიონალურ აქტს და მან გარიცხა და ეს გააკეთა. ამიტომ მან ზნეობრივი მაგალითი მისცა არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, არამედ თითოეულ ქართველ ადამიანს. მე ვფიქრობ და ეს მაგალითი რომ თქვენს გაითვალისწინოთ თქვენი შტაბის წევრებმა იქნება ძალიან კარგი. გეუბნებით იმ ზნეობას და გეუბნებით იმ ადამიანზე, რომელსაც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებს როცა ცდება და მე ვიცი რომ 7 ნოემბრის მერე ძალიან ბევრი ადამიანი არის დაპატიმრებული და ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, რომელსაც თვეებია ჩამოყალიბებული. ბატონ გოჩა, ბატონ გევისმინდა დაუსვა ბოლო შეკითხვა უკაცრავად. ბატონ გევისმინდა დაუსვა უკანასკნელი შეკითხვა. არანაირი ბატონი ამ გადაცემაში ბოლო შეკითხვა მინდა დავსვა. ბატონო გივი, ეს ხმამაღალი განცხადებები დაიწყო 25 სექტემბრიდან იყო ასე აქტიურად განცხადებები, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება და ამის შემდეგ გრძელდება ეს პროცესი. დღეს არის უკვე 26 დეკემბერი. დასრულდა ეს პროცესი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი დასრულდა თუ კიდევ არის რაიმე მოსალოდნელი? ჩვენ შევძლებ ვთქვათ, რომ ეს პროცესი დასრულდა, როცა ამოიწურება ყველა რეციდივები ამ პროცესის დღესდღეობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გეგმა ამ გეგმით აპირებს სამწუხაროდ გაგრძელებას მოქმედებების ოპოზიციური სპექტრი, აი ის ნაწილი ყოველ შემთხვევაში და გაჩეჩილაძის შტაბი კონკრეტულად ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ კიდევ ერთხელ არც ერთი მათი წარმომადგენელი არ გაემიჯნა ბადრი პატარკაციშვილის ამ გეგმას. ჩვენ გვაქვს ყველა საბუთი იმისა, რომ ურთიერთობა მათ შორის იყო ძალიან აქტიური, რომ ეს ამ ურთიერთობის მთავარი მიზანი იყო სწორედ არჩევნების შემდგომი არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა. ამ ჩანაწერებში ვხვდებით ამის მტკიცებულებებს და ზოგადად მოქმედებები საერთაშორისო შტაბისაც ამაზე მეტყველებს. თვითონ საპრეზიდენტო კანდიდატის აი ეს ქცევა, რომელიც მან გუშინაც დაგვანახა, კიდევ ერთხელ არის მხოლოდ და მხოლოდ აგრესიაზე გათვლილი და შესაბამისი ელექტორატის შემომტკიცებაზე მე ვერავინ ვერ ამიხსნის სხვა შემთხვევაში უზრდელობა რატომ უნდა იყოს მოწოდება საპრეზიდენტო კანდიდატის და სწორედ აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში ჩვენ გვეუბნება რომ ეს გეგმა ჯერ კიდევ არსებობს, ჯერ კიდევ ცოცხალია, ეს ხალხი აპირებს ამ გეგმით მოქმედებას, მაგრამ ბუნებრივია რომ საზოგადოება არის ბრძენი, საზოგადოება თავის არჩევანს გააკეთებს და სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და სახელმწიფო ამ არჩევანს დაიწყოს. ამიტომ ყველაფერი იქნება კარგად, ყველაფერი იქნება მშვიდობიან. ძალიან დიდი მადლობა ბატონებო გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე შეგახსენებ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ გოჩა ჯოჯოა, ბადრი პატარკაციშვილის შტაბის წარმომადგენელი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. ძალიან დიდი მადლობა. არჩევანი ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.